ხო და სალამი. ვის ვესაუბრები? მომე კალამი. შემდეგი ვიდეოს იდეაც უკვე დაგენერირებულია. ეს არ არის უბრალოდ ვიდეო. ეს არის ექსპერიმენტი. ამ ვიდეოში მე AI-ს სრულ კონტროლს მივცემ ჩემ დღეზე. დაწყებული იქიდან თუ რომელ საათზე გავიღვიძო, რა ვჭამო, რა ჩავიცვა, სად წავიდე და როგორ მოვიქცე. და აი პირველი დავალებაც მივიღე. ახლა არის 5 ზუთი. როგორც ვიმოგარაკო რაღაცა მჭირს. Короче, რაღაცა მაგარი მჭირს, короче, რაიმნაირი მჭირს რაღაცა. აი რაღაცა მაგარი რა, короче. Ისტა 60 უამუყამებ. არა და უნდა მეძი. ეხლა არის 3:30. Რამდენი ხანია ვჩალიჩობ, რომ დავაკონექტო თუ რაღაცა ეს Insta 360, რომელიც სპეციალურად ამ ვიდეოსთვის გამოგზავნია და უკვე რაღაც პრობლემებს წავაწყდი და მეგონი შეიძლება 6 საათში უნდა ავდგე. და გევეშურო გზად, короче, რომელიც რომ არ ვიცი საით მიგვიყვანს, მაგრამ თავარია მიგვიყვანოს სიმონ და მეტი რაღაც დევეძებ ჩემო ტკბილიო. First mission it is. ხოდა დილამშვიდობის. აი რა გები ახლა უცე? იუწეროთ ჩატს. გავიღვიძეთ. დილის 8 საათზე. რა არის შემდეგი ჩატუკა? დილამშვიდობის კიდევ ერთხელ. მაპატიეთ ცოტა მითიშული ვართ რაღაც. აი მართლა სერიოზულად ცოტა მითიშული ვარ, მაგრამ პირველი დავალება შევასრულეთ. ესე რომ მოდი ახლა მივწეროთ, გავიგოთ რა არის შემდეგი. ვნახოთ რა გველოდება დღეს. მიდია კაი ვიდეო გამო. დათხარით პირველი დავალებისთვის. აი მოკლედ პირველი დავალება გვაქვს რომ მივიღოთ CV შხაპი მინიმუმ 60 წამი, რაც ჩემთვის მარტივია. Let's go. ავადიეთ ბოლომდე ვერ განახებდით ამ ყველაფერს, იმიტომ რომ მაინც ჭუჭული გამიჩნდა ხდება და პირველი მისია შესრულებულია და მაგრა ასწორებს მოკლედ დილით CV შხაპი რა. როცა CV შხაპს იღებ, არსებობს ორი წესი ამ CV შხაპის, ამ პირდაპირ CV ბაზანაში ჩაწოლა, ან CV შხაპის მიღება, ან ცხელიდან CV-ზე გადართვა რა. ცხელიდან CV-ზე გადართვა, როგორც მე ვიცი, არის ძალიან კარგი სისხლძარღვებისთვის და გულისთვის. ადამიანი არ უნდა იყოს გამოსირებული. ხო. როდესაც დილიდან ოდემელიდან მისთვის. D-playeri დილით რომ CV შხაპს მიიღებთ, თქვენი ორგანიზმი დაისტრესება, მაგრამ მზად იქნება სხვა ყველა სტრესისთვის, რაც დღის განმავლობაში მას ელოდება რა. ანუ რაღაც პონჩი ემზადებით იმ ყველაფრისთვის, რაც წინ გელოდებათ. ხო, ეხლა გადავიდეთ შემდეგ ჩელენჯზე. ვაკაცა. ესე იგი დღეს ნორმალური საუზმე არ მიწერია, უნდა გავიდე ეხლა რამე ისეთი შევიძინო, რაც არ მიჭამია აქამდე. თან არასაუზმური და პლუს რამე უნდა დავამატო ისეთი ამას. რაც ძალიან არაფერ შუაში იქნება ამ ყველაფერთან. Let's go. Okay. Puszkowicza magazyncie. Ha? Magazyncie. To raczej. Widzicie? Co? Ale myślisz, że ma muzyka ma kształty. Wiesz. A, co jest?
აი ვიფიქრე გავივარჯიშებ თქო, მაგრამ სამწუხაროდ არა უკეთესი ზარმაცი კაცი ვარ, კი ბატონო. სალამი. დილიდან, ოდემილიდან, ჩვენში დამარხული ხოლონკება შვილიდან, დილი შვიდიდან ვიწყებ ბრაგას ბინიდან, ვიცი მივიდან, დილიდან, ოდემილიდან, ჩვენში დამარხული ხოლონკება შვილიდან, დილი შვიდიდან ვიწყებ ბრაგას ბინიდან, ვიცი მივიდან. ეს მუსიკა აზრია და კომპოზიცია, დღევანდელმა ბავშვებმა ჯერ არ იციან. როდის შეცვალე? როდის შეცვალეთ? როდის შეცვალეთ? ერთი თვის ზუსტად. რა არის ეს? კავაზაკი? 550. გაკოც. მგონი კაი ტემპით მივდივართ რა, საუზმე ვიყიდე ახლა. თევზი და ნაყინი. ოღონდ ეს რა თევზი არის, აი რა არის, იჭმევა, არ ვიცი არაფერი. კაირკა, კირკა, კლირკა, ცირკა, კაპრიკა. დამაჯენ სოს, არ ვიცი კაროჩე რა არის. კაი დავბრუნდით სახლში, მოვიტანეთ ჩვენი უნიკალური საუზმე. ანუ სუნზეც ცუდად ხდება. Where should we go? Sonic Terms. Sonic Terms. Gorgeous much. Gorgeous much shit. თევზი და ნაყინი, რა თევზია? აუ ძალიან ცუდი სუნია, რა და მიყვარს კონსერვის თევზი. აი არ ჭამოგარდი მე. რა გემოზიკა აია. ჭამო. ძალიან ლეულო. ნაყინი ჯაყო. მოშეხედე რას გავში. там ხათევზები გდია შიგნით. Ясня ეს ჩადნა. ეს გემრიელი. ესე იგი, უცნაური დავალება შევასრულეთ და ვნახოთ რა იქნება შემდეგი. 10 კილომეტრი უნდა ვიარო ფეხით. არ არის ცოტა. ეხლა ვნახავ რამდენი კილომეტრი არის ჩემგან ლისი. ვიცი რომ ლისის წრე არის 3 კილომეტრი. 5.5 კილომეტრს მიწერს ლისამდე. Let's go. Let's go. მოკლედ ეხლა ჩემი ძმა ასრულებს ჩატის მიცემულ დავალებებს. ეხლა რო შევედი, ჭამდა რაღაც კონსერვის თევზს და ნაყინს. მე ისეთი მაგარი კამერა არ მაქვს, როგორც ჩემ ძმას აქვს, მაგრამ რაც მაქვს, ვფიქრე რომ დღეს ჩუმად გავყვები, ისე რომ არ შემამჩნიოს და გადავიგებ ჩემს point of views მირიანის დღევანდელ ჩელენჯებზე. Okay guys, we are on our way to Lake Lisi. So this is our first step, the Khrami. Like we have the Khrami here. Let's go. Let's go. მოკლედ მიიღო ჩემმა ძმამ შემდეგი დავალება ჩატისგან, როგორც მითხრა 10 კილომეტრი უნდა იაროს და როგორც მითხრა აპირებს რომ ლისზე წავიდეს. რომ გავყვე რამდენიმე ვერსია მაქვს, ერთი არის რომ ტაქსი გამოვიძახო და პირდაპირ ლისზე დავხვდე, მაგრამ გაყოლა არ გამომდის ეგრე, ფეხით ძალიან მეზარება და ამისთვის მაქვს ჩემი ბეტმობილი. აი, აქ არის მირიანი. აქ ვარ ახლა მე. არის ჩემი ტრანსპორტი. ამით უნდა გავეკიდო. მეორე პლატოზე ვართ უკვე ესე 2 წამში. და აქედან ცოტა აღმართი მიწევს ლისამდე და გამიჭირდება ალბათ. მაგრამ აი ძმაო რა, აი შენ რო ვიდეოს იღებ, მე ხო არ მოვდივარ ტრაქტორით, სიმონ და ხელს ხო არ გიშლი. სადმე გავჩერდები, წყალს ვიყიდი. აი ხა წყალი იყიდო.
მოკლედ მირიანმა მოკლე გზა მოჭრა, მე გზით მომიწია წამოსვლა და გადავწყვიტე რომ გამომეს რომ ეხა მე პირიქით წინ ვარ ის უკან მოდის. დავიმალე, მაინც განახეთე ხო? ეს მყავს ჩემი მობილი დამავალი და იმედია ერთ კადრსაც დავაფიქსირებ როგორ მოდის და მე გადავწყვიტე რომ გადავაწრო და ბარემ მივიდე და დავხვდე პირდაპირ ლისზე, იმიტომ რომ მიწევს ძალიან ნელა სიარული და მიყოლა იგივე გამოდის რაც ფეხით რომ გავუყო. უკვე ვარ მეხუთე პლატოსთან. სულ ცოტა ხანში ვიქნები ლისზე. მაგდება ეს პრობლემა. ტიპი გამზდებს ბიჭო, ოი, აჩი. ხოდა ვიყიდე წყალი და გირჩევთ რომ თქვენც იყიდოთ წყალი და დალიოთ ბევრი წყალი დღის განმავლობაში, იმიტომ რომ საჭიროა რა. რაც შეიძლება მეტი წყალი უნდა მიიღოთ დღის განმავლობაში, არასდროს არაა ზედმეტი. იმდენი არის უკვე ზედმეტი, რომ მაგდენს ალბათ ფიზიკურად ვერ დალებთ. ხოდა ცადეთ რა, დილით რომ გაიღვიძებთ ეგრევე წყალი დალიეთ, რაღაც ერთ ნახევარ საათში კიდე დალიეთ და ერთ საათში ერთხელ მაინც რომ ან 300 ან 0.5 მაინც მიიღოთ. კარგია რა, ჯანმრთელობისთვის. დღეიდან მოდი გამოვსწორდები ვაფშე. მოდი ვაფშე. ვაფშე არა, მოდი საერთოდ. მოდი კიდე ძალიან კოხტა ბიჭი გავა. აი არა, სერიოზულად. არ მასვენებ და ფიქრები რომ წარმოდგენა არ მქონდა მირიანი სად არის და არ მინდოდა გამემართა მომენტი როცა ჩამოივლი და მაგრამ მე რომ დავფიქრდი მივხვდი რომ მირიანს წარმოდგენა არ აქვს რომ მე აქ ვარ. თომ შემეძლო როგორც უბრალოდ მზრუნველ ძმას მომეკითხა და მეთქვა როგორ მიდის საქმეები და მომწერა რომ სადღაც 5 წუთში უკვე ლისის ტბასთან მოვიდოდა. ანუ სადღაც ესე 20 წუთში იმ ადგილას იქნება სადაც ახლა მე ვარ და ნელ-ნელა უნდა მოვუძებნო ისეთი ადგილი, საიდანაც შევძლებ შეუმჩნევლად გადავიღო კადრები. მართლა გითხრათ ცოტა მეტ ხალხს ველოდებოდი აქ. რა უცუგ? მოდი. ვინცა გაგირებთ? ვაი. ადამიანებო, ერთი რაღაც მინდა რომ გირჩიოთ რა. შეიძლება ეხა ძალიან არასერიოზულად გამოვიყურებ, იმიტომ რომ წარმოდგენა არ მაქვს ეხა რას ვიღებ რა. ან ეხლა მე რო ჩამოვიარე, გამიელა თავში რომ ეს ქალბატონის ბავშვის საგორავებელი, არ ვიცი რა ქვია ქართულად. იწვალებ და ამის გაღებას და ნუ რითიც შევძელი, ავდექი და დავეხმარე რა. გავუღე კარი რა. მე ეხლა ოდნავ უფრო კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით, ვიდრე ალბათ ვიქნებოდი რა. ხოდა ეს მინდა გითხრათ რომ რითიც შეძლებ, აი რაც არ უნდა იყოს, აი როგორი ელემენტარულად არ უნდა იყოს, აი როგორც თუნდაც ეს კარის გაღება ვიღაც ადამიანისთვის, ვისაც ბავშვი მოყავდა. გააკეთეთ რა, გაგისწორდებათ თქვენც, გაახარებთ სხვებსაც. მოვედით ლისზე, თუნდაც ზუნზულიც მომინდა იცი, ერთადერთი რაც მოსხებს არის სიცხე. ხოდა ამდენი ვილაპარაკე ხა და დავდიოდი დასვრილი ლინზით და რაღაცეებით. მოკლედ აქეთ არის უკან კაციშვილი არზის ამ სკამებზე. თან ისეთი ადგილია რომ ჩემი სკუტერის შეერთებაც შევძელი, ცოტას დავტენი და აი აქ არის ის გზა, სადაც უნდა ჩამოიაროს მირიანმა. ჩემი პირველი ფანი შემხდა. გაფოლოვებს მაგრამ არა, შეხ გაიხარე ჯიგარო ბაიკი რომ ასწავლეთ სამ დღით რა ახლა. მიდია და უილეწები რომ კაი ვიდეო გამოვიდა. ტურბოზე გადადა. ტურბო რა ჩემი ყლეაში. დავაპლიუსე. ამოიცა ელექტრო არის ნახე რა. ხო არ გადა. ეს როდეს მივაი. ხო არ გადა. პა გამოჩნდა. დამათისებ გონია საუნზის თემა სონია აქ სხვა გარნიზონია საბიდან მიწონია ცუდი ახალ ბედა ჯერ არ იცის რა გაბედა ან რა დაებედა ეგ არის
ეს დავალებაც შესრულებულია, 10 კილომეტრი გავიარე. დრო არის გადავიდეთ შემდეგ დავალებაზე. მივწერ ახლა AI-ის. ესე იგი, შემდეგი დავალება არის, რომ რამე დავაბარტერო. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩემი რამე კუთვნილი ნივთი უნდა გაუცვალო ვინმეს ნებისმიერ რამეში. მე თან არაფერი არ მაქვს წამოღებული. ასე რომ ვეცდები, რომ პირდაპირ ვინმეს რამე დავაბარტერო. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ჯიხურებთან მივალ და იქნებ ვინმეს რამე პატარა მაინც გამოვსტყო ნებისმიერი რაღაც და ეს იქნება ჩვენი შემდეგი დავალება. აი წავედით პირველ ობიექტს. გამარჯობა. YouTube-ის ვიდეოს ვიღებ და ესეთი დავალება მაქვს, რომ რამე უნდა გამეცვალა ვინმესთვის, მაგრამ არ მაქვს არაფერი წამოღებული. და ნებისმიერი პროდუქტი თქვენგან რომ მივიღო. აი, მოდი მე ბობას გაგიკეთებ ეხლა. თქვენ ახალი ობიექტი ხართ თუ იყავით დიდი ხანი აქ? წინა წელს გავიხსენით და წელს ცოტა განვითარდით, გავფართოვდით. ბობა მაქვს ერთხელ გასინჯული ცხოვრებაში ისიც ვენაში და სიმართლე გითხრა დიდად არ მომეწონა, მაგრამ აი ნახოთ რა. რისგან კეთდება შეგიძლია მითხრა? ეხლა მე გიკეთებ შენ რძის ბაზაზე. აგიკეთებ ტყისკენკა გიყვარს? კი. ტყისკენკის არომატზე გაგიკეთებ. და შიგნით არის ტაპიოკას ბურთულები ჩაყრილი. მაგასაც არომატი აქვს რამე თუ ყველას ერთი გემოქვს? ტაპიოკას ბურთულები ეს არის სახამებლისგან სპეციალური მცენარეა, სპეციალური აზიური მცენარეა ესეთი ტაპიოკა. მაგის სახამებლისგან არის გაკეთებული ეს ბურთულები. ეს ინახება ყავისფერ შაქარში. აჰა. და ტკბება ხო ანუ? ძალიან ტკბილი არ არის, თვითონ ბურთულები ტკბილი არ არის ძალიან. ისე ლამაზად გამოიყურება ჩვენი ბობა. ძალიან დიდი მადლობა ძმაო, მე მირიანი მქვია. გამახარი ძალიან, ეხლა გარიდანაც რაღაცებს გადავუღებ და მადლობა მოკლედ ძალიან დიდი. ახტებო ხაიხო. რატომ მოხდა ესე მოვიდეთ ეს ყველაფერი? აი მოდი ეხლა დავაგემოვნოთ ბობა ზონა. ეს ტაპიოკას ბურთულები ქვია და ჩინით ყრია. ესე იგი ეს არის დამზადებული რძის ბაზაზე და არის გაკეთებული ტყის კენკრის არომატით. ძალიან მაგარია. ძალიან ასწორებს და ყველაზე მეტად ის მისწორდება, რომ ესე მარტივად და ესე გემრიელად და ესე კარგად გამიმასპინძლა ეს ბიჭი. და ძალიან დიდი მადლობა ბობა ზონას და მას პირადად ამ ყველაფრისთვის. მეგობარო, მადლობა კიდევ ერთხელ. ძალიან გემრიელი იყო, გამიხარდა შენი გაცნობა და ნახო შენი ვიდეოები. YouTube-ზე Amazing Mirian. ფაშორის ანუ მარტ პირველი ობიექტი იყავი, ვისთანაც მოვედი, მაგ ჩელენჯზე წავიკითხე და მაგრა გამიკვირდა, რომ ეგრევე პირველივეზე გამომივიდა. მადლობა ძალიან დიდი მოკლედ რა. წარმატებებს გისურვებ. ერთს ესე გავშლი ახლა შორიდან. მოკლედ არ ვიცი ხალხო რა ვთქვა რა. გამოვგნა ამ ადამიანის კეთილშობილება, მაგრამ ის მარტო იმაზე დამოკიდებული, რომ აი ბობა მაჩუკა თუ რაღაცა რა. ეტყობოდა ისედაც რა ძალიან კარგი ადამიანი იყო და კარგი პიროვნება. ხოდა მოდი გადავიდეთ მოკლედ შემდეგ ჩელენჯზე. ნახოთ რა იქნება. გადაიცი კომპლიმენტი სამ უცნობ ადამიანს. არაფერი სტანდარტული გითხრეს მადლობა, შესრულებულია, გითხრეს რაა, ორმაგად შესრულებულია. ოკეი, წავედით. ვაუ, მუშტომ. აი ჩემ YouTube ვიდეოში მოხვდები. კარგად გამოიყურები, ოღონდ მართლა. ანუ ეხლა მქონდა დავალება, რომ ვინმესთვის კომპლიმენტი მეთქვა და ანუ სერიოზული გულწრფელად გეუნები მართლა. დავაი bro, შენც. ასე მარტივად შესრულდა ერთ-ერთი. აგერ მივიდეთ ჩვენ ინდოელცმებთან და დებთან. Hey guys. Hello guys. You look very good. You are in my YouTube video, that's okay? Oh, it's fine. Have a nice day, guys. You look handsome, man. You look good. Thank you. It's already. Кайо. Салам, ძმაო. YouTube ვიდეოს ვიღე, პრობლემა ხო არა? არა. ძალიან კარგად გამოიყურე, მაგრამ მომწონს შენი აუთფიტი. მადლობა. წარმატებულ დღეს გისურვებ. გაიხარ. მე ესეთი მარტივი დღე არასდროს არ მქონია. ჩატ. AI შენგებაზები ფისო. ამდენ ესე ხშირად მინდა სხდები, რომ ძალიან მსხდება ხალხი. ხო, ეხლა დავუშვები კიდე სადმე და ხო, შემდეგ დავალებაზე გადავალ. გავიგოთ შემდეგი დავალება რა არის.
აი მაგიტო მეშინა და აქ ამოსვლა რა. შეცურე ლისის ტყაში. არ მინდა. მაგრამ რას ვიზოთ? წავედი. მოვედით ბასთან, ესე უყურებ პირისპირ. დავიწყებ გახდას ახლა. უკვე გახდილი შემოგიერთდებით რა. რა შვებ? იხდის? არა. ტყაში უნდა შევიდეს? ვაჰ, ტანზე იხდის. უეჭველი შედის. ვიცი რაც უნდა გავაკეთო. ო მაგრამ სხვენით. ხوار დაუზადნო თქო ვიფიქრე, მაგრამ თან რო არ არის დასაზადნი გზა. აი ხა უნდა ვიშოვო რამენაირად პასტა და ფურცელი. გამარჯობა. უკაცრავად კალამი და ფურცელი შეგიძლიათ თუ გაქვთ. კარგი მადლობა. გამარჯობა. კალამი და ფურცელი გაქვთ რომ გათხოვოთ? ხელსახოცი იყოს არ არის სულ. ვიშოვე. ვედით რაც არის თავის. ეს მეორე ბანაო. ვერც არ მოვიყვი, როგორც სულია ახლა ეს. შარვანი მომპარის ერთ მიდევს. აი ეს მოხდება ფეხსაცმელში, საფეთქზე წერია, მოდი იქ, სადაც პირველად წავაგეთ ოქტოპუსთან. მოვედი თითქმის სტადიონიდან. პირიქით ვერ წაიღე? გასაკეთებ. იქ ხო არ გქ. აი მიკროფონი დაგიტოვე რა იცი. ვიცი რომ ამიტოვე რა. სველი იყო. მითხარი აბა სიმართლე. სიმართლე გითხრა, მაგრა გაასწორა სიმაწყალმა. იცი რომ მთელი დღე ამოყვები? შენი შარვანი. გაასწორა საბოლოო ჯამში AI-ის მოცემული დავალებების გაკეთება. ბიჭო, გეტყვი ხარ ევმა გაასწორა რა. ბობაშე ჩემო. მივედით, აუ რა ჯიგარი ტიპი იყო იცი. ეს ბოლო ჩელენჯი იყო? აი ამის მე ხა მე რამის გამკეთებელი ვარ შეჩი. აი მაშინ დაემშვიდობე შენს მაყურებელს. აი ეს იყო რა, ხალხ ფოხანი უნდა გადავაგდო და თუ მოგეწონათ ვიდეო, დამალაიქეთ, გამომიწერეთ, ჩემს მას აგინეთ, აბა დროებით. Adiós.